15 წუთია უკვე, მე როგორც წესია ეს 15 წუთი ვიცი ხოლმე და მე უკვე ვიწყებ. ხო, ასე რომ დავიწყოთ. მეუქეო ზეცათა ლოგიშინის ცენო სულ ჭეშმარიტებისა, რომელი ყოველგან ხარდა, ყოველსავე აღავს მაგითა შენი. სამჯერ გეთილთა მომიჯებულო ცხოვრებისა, მოვედა დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ხონ ჩვენ ყოვლისაგან მიწისა და აცხოვრის საფირო, სულ მიჩვენე. ამინ. დავზანდით. ცოტა შემოიწიფო. მარტო მეკაცინო. შენ სულჯი ხდაიტევი რა. ცოტა სულ ჩამოიწევი თანაზაში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა გაქვს ჩვენ გასახილველი, ესეთი ესქატოლოგიური თავია. ესქატოლოგია ნიშნავს მეცნიერებას და მოძღვრებას მეორედ მოსვლის შესახებ, ხო? ანუ სამყაროს აღსასრულის შესახებ. და აი ეს თავი, 24 თავი პირდაპირ უკავშირდება აი ამ თემას. მინდა იცოდეთ. და ამიტომ მოდი ყოველგვარი შესავალის გარეშე შესავალი მე წინა საუბარზე, წინა ლექციაზე უკვე გავაკეთე საკმარისად. და ყოველგვარი შესავალის გარეშე გადავიდეთ პირდაპირ განხილვაზე. და გამოვიდა იესო ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. ანუ ის ყველაფერი გვახსოვს ჩვენ ვინც წინა საუბარზე ვიყავით, რა ხდებოდა, რა განვიხილეთ. და ეს საუბარი ხდებოდა ტაძარში, ტაძრის ეზოში და გამოვიდაო ახლა იმ ტაძრიდან იესო და წავიდაო. მოუხდეს მას მოწაფენი მისნი, მოწაფენი მას მუდამ ფანდაზდებენ. სადაც მიდის უფალი, მოწაფენიც მასთან ერთად ავიდა. მოუხდეს მას მოწაფენი მისნი და უჩვენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. შეიცვალა თემა, შეიცვალა განწყობა, წამოვიდა იქიდან უფალი, იქ ახსოვთ თქვენ რომ ფარისევლების მხილებით მათი გაკიცხით იყო დაკავებული, ამხილა ისინი ორგულობაში, ორპირობაში, გარეგნულ მსახურებაში მხოლოდ რომ ის თავიანთი რაც ძირითადია და რაც მართლა ღირებულია და შინაგანი სულიერი რომ მათ არ გააჩნიათ და მხოლოდ რაღაცა გალამაზებულ საფლავებს გვანან. იყო ბევრი სიმკაცრე, იყო ბევრი მხილება და შეიცვალა თემა. მიდიან მოწაფეები და აჩვენებენ, მიუთითებენ უფალს ტაძარზე. და იერუსალიმის ტაძარი იცით თქვენ რომ საკმაოდ დიდხანს შენდებოდა. ეს ჯერ კიდევ დავითმა დაიწყო, ანუ უფლის შეგონებით, აი თავიდან ბოლომდე აი შეიძლება ესე ითქვას, რომ არქიტექტორი იერუსალიმის ტაძრისა გახდათ თავად უფალი, იმიტომ რომ უფალმა უთხრა, როგორ უნდა ყოფილიყო, რა ზომების უნდა ყოფილიყო, რა სიგრძის, რა სიგანის, როგორ პროპორციების, შიგნით როგორ უნდა ყოფილიყო მოწყობილი, რამდენ ნაწილად უნდა ყოფილიყო დაყოფილი, როგორი უნდა ყოფილიყო საკურთხეველი, ანუ წმინდათა ესე ერქვა მას, რომელიც კრეცაბმელი ძველ ქართულად, ანუ თანამედროვე ქართული ფარდით იყო გამოყოფილი ძირითადი ტაძრისაგან. სამ ნაწილედი იყო ეს ტაძარი, იყო წმინდათა, იყო მართალთა ადგილი და იყო სტოვა. სადაც შედარებით უფრო ისეთი ცოდვილი ადამიანები იყვნენ ხოლმე რა. ეს ყველაფერი იყო ღვთისაგან, ნაკარნახები დავით მეფისათვის. მაგრამ საინტერესო რა არის, რომ დავით მეფეს უნდა აეშენებინა ეს ტაძარი, ესე იყო ჩაფიქრებული. ესე იყო უფლის განზრახვა, მაგრამ თქვენ ალბათ კარგად მოგეხსენება თუ არა და მე შეგახსენებთ, რომ დავით მეფემ ჩაიდინა ძალიან მძიმე ცოდვა. რატომ მოხდა ეს? ესეც მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენს თემას არ მიესადაგება ესე პირდაპირ, მაგრამ ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა კი გამახსენდა, მინდა რომ გითხრათ ორი სიტყვით. დავით მეფემ რატომ ჩაიდინა, რატომ დაუშვა უფალმა, მოდი ესე ვთქვათ, რომ დავით მეფე ჩავარდნილიყო იმ საშინელ ცოდვაში, იცით მე რა ცოდვაში ჩავარდა, ხო? ანუ მკვლელობის ცოდვა ჩაიდინა, ჯერ უპირველეს ყოვლისა შემოდის ძალიან. შემოდი.
კვლელობის სოდვა ჩაიდინა და ეს კვლელობის სოდვა ჩაიდინა სიძვის ვნებიდან აღძრუმა. ანუ მოეწონა მას ერთი ქალი, ბერსაბე ერქვა სახელად, რომელიც იყო გათხოვილი. და ამ დროს დავით სული წყავდა, შვილები წყავდა, მაგრამ აი ამ სიძვის ვნებამ ძლია. და მოდი ნურავის ნუ განვიკითხავთ ხალხო. აი, როდესაც მე ესეთ ისტორიებს ყვევი, ან თქვენ ნახავთ და წააწყდებით რამე მსგავს, ან მოისმენთ, დაიმახსოვრეთ, ნურასოდეს ნურავის ნუ განიკითხავთ, ნურასოდეს ნუ მოირგებთ მოსამართლის მანტიას და ნუ ეცდებით, რომ ვიღაცა რაღაცაში დაადანაშაულოთ და თქვათ განსაჯოთ, რომ აი ხედავ ეს როგორია ხედავ, რანაირად იქცევა. ნუ იქნებით ესე შემოძრფასები. არ შეიძლება ესე. რატომ? იმიტომ რომ უფალი ბრძანებს რაშიც შენ სხვას განიკითხავ, შენც იგივეში განიკითხები. ანუ შენც აუცილებლად გააგზავნავს იმ საზომით უფალი და შენ რომ დაგამდაბლოს და თანაგრძნობა გასწავლოს და სიყვარული გასწავლოს ადამიანისა, ამისათვის აუცილებლად ესე მოიქცევა უფალი. ანუ დაუშვებს, რომ შენც იგივე ცოდვაში ჩაავარდე და რატომ დაუშვებს, იცით? დაუშვებს იმიტომ, რომ შენ დაგანახოს, რომ შენ თუ დღეს ამ ცოდვაში არ ახარ, რაღაც კონკრეტულ ცოდვაში რაშიც სხვას განიკითხავ, ხო? განა ეს შენი დამსახურება, განების დამსახურება, რომ შენ ხარ მაგარი და ძლიერი, არა. ეს ღვთის მადლის დამსახურება, რომ ღმერთი გიცავს და გიფრთხილდება და ღმერთს არ უნდა, რომ შენ დაიღუპო, ღმერთს არ უნდა, რომ რაღაცა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდე. აი ამის გამო ხდება ეს და არა იმიტომ, რომ შენ ხარ მაგარი. აი ორი დღის წინაც ერთი ადამიანი იყო ჩემთან მოსული და ნუ რაღაცას მეუბნეოდა, ვიღაცამ გააბრაზა ძალიან, ნერვები მოუშალა რაღაცეები, ისაა და ნუ მოკლედ მივიქცევდა რომ არ არსებობს გამორიცხული, მე მას ვერ ვაპატიებ, ვერ ვიზამ, ჯო ვეუბნები შედალუცულო, რატო ვერ აპატიებ? შენ თავი წმინდანი გონია? შენ არაფერი შეგშლია? შენ ღვთისაგან საპატიებელი არაფერი გააქვს? და თუ კი გააქვს, მაშინ რას ნიშნავს რომ არაპატიებ, რას ნიშნავს ვერ აპატიებ? როგორ ვერ აპატიებ? ამოვჩვენოში პირდაპირ ვამბობ, ჩვენ და ესე ვითხოვთ ღვთისაგან და გვასწავლა ღმერთმა ესეთი ლოცვა, რომ ისე მაპატიე ჩემი ცოდები, როგორც მე შემიძლია სხვას ვაპატიო და ეხლა ამას თუ ვითხოვთ, ან ვილოცავთ საკუთარ თავს, თუ კი ჩვენ შეგვიძლია რომ შევუნდოთ და ვაპატიოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ წინაშე სოდავენ, და ან ვიწყებდით, ესე არ არის? მაშინ ამოვჩვენო არ უნდა ვთქვათ და არ უნდა ვილოცოთ ესე. და თუ კი ვამბობთ, მაშინ მზად უნდა ვიყოთ იმ შედეგისთვისაც, რაც დადგება ამ ლოცვის შემდეგ, იმიტომ რომ თუ ჩვენ თვითონ ვართ მიმტევებლები და თუ ჩვენ თვითონ შეგვიძლია რომ ვაპატიოთ, მაშინ ჩვენც მოგვეტევება, ჩვენც გვეპატიება, მაგრამ ჩვენ თუ არა ვართ ესე მომართული, მაშინ იმედი არ უნდა გქონდეს რომ ჩვენც მოგვეტევება და გვეპატიება. აი ამიტომაც არის, რომ აი ეს დაემართა დავით წინასწარმეტყველს. აი ჩავარდა უმძიმეს მდგომარეობაში. იმიტომ რომ მასაც აი მიუხედავად იმისა, ხო ღვთის რჩეული ადამიანი იყო. განსაკუთრებულად გამორჩეული თავის დედმამიშვილებში. ღმერთმა უთხრა სამუელ წინასწარმეტყველს, რომ წადიო და აი ის არის, აი ის უმცროსი ძმა რომელიც არის და იმას სხეო შენ. და ვერ იპოვა ჯერ თავიდან. და ისე სამწყემსად იყო გაშვებული რა. მე კიდე ყავთო შვილიო და მე უთხრა კიო ერთი ყავსო პატარაო და ისე. ხო და მაჩვენეთო და მიხვდა რა სულმაწმინდამ უთხრა მე დავით რომ ეს სწორედ ეს იყო სამუელს რომ ეს იყო მომავალი ისრაელის მეფე. აი ესეთი ღვთისმსხებული მეფე, ღვთისაგან განსაკუთრებულად გამორჩეული, სამუელ წინასწარმეტყველის მიერ ცხებული, ფსალმუნთა მთქმელი და მწერალი, გოლიათის დამარცხებელი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეფე, როგორც მეფე, ვარდება აი ესეთ უმძიმეს სოდვაში. და იცით რატო ვარდება? ერთხელ მე და ჩემი მოძღვარმა ვისაუბრეთ, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით. რატომ ვარდება, იცით ამ სოდვაში? იმიტომ რომ როგორც ჩანს, თვითონაც რაღაცა აუვარდა თავში თავის დროზე, თვითონაც რაღაცა ამ პარტავნებაში გადაიჭრა, თვითონაც ჩათვალა, რომ აი ეს ყველაფერი, ის დიდება, ის პატივი, რომელსაც მას უწვდენ, შემოძამდით რა, მაგრამ გუგაჩერდებით აქ არიან ტელევიზორი და ზოგი უკან გადადით, ზოგი აქ დაწყებით, ზოგი აქ დაიწიეთ, ჩამოიწიეთ. და მან ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი და ეს პატივი და ეს დიდება და ასე შემდეგ მას ეკუთვნოდა. თავისაც ჩათვალა. დაავიწყდა მას, რომ ეს ყველაფერი ღვთის უსაზღრო წყალობა და ღვთის უსაზღრო მადლი იყო.
და იმისათვის რომ არ დაღუპულიყო კაცმოყვარე ღმერთმა და დაღუპვა რა შემდგომარეობს. აი ჩვენ ხშირად გონია ხოლმე რომ ადამიანი თუ აქ ამ ქვეყანაზე და დალხენილად ცხოვრობს, არაფერი არ უჭირს, ბევრი ფული აქვს, კაი სახლია, კაი მანქანა დადის და ჯანმრთელად არის. გონია ძალიან ბევრს ახლა მე ბევრისაგან მომისმენია და ის ზუსტად აი 2 დღის წინაც მქონდა მსგავსი საუბარი. გონია და თვლიან რომ აი რა კარგად ცხოვრობს რა და რატო აი ეს რა უსამართლობა აი ვიღაცა ვინც კეთილი ადამიანია როგორი დაჩაგრულია როგორი საწყალია და ვიღაცა ნაძირალა რა კარგად ცხოვრობს და რამდენი ხანი ეს ხომ მხოლოდ ხორცელი თვალით არის ესე ჩემო კარგი სინამდვილეში სულიერად ესე არ ხდება სულიერად ის ძალიან ძიმე მდგომარეობაშია და ღმერთი უფრთხილდება მას იმიტომ რომ ღმერთი ჩვენგან განსხვავებით ეხლა ჩვენ ვიღაცას რომ დავინახავთ ცოდულს კლეილს, ხაჩას, მრუშს, მოღალატეს და ასე შემდეგ, ჩვენ არ გვიყვარს ეს ადამიანი, ჩვენ გვიჭირს მისი სიყვარული. რთულია ესეთი ადამიანი გიყვარდეს. მაგრამ ღმერთს უყვარს და უყვარს ძალიან. იმიტომ რომ ღმერთის შვილია ყველა და როგორც ჩვენი შვილები რაც არ უნდა, როგორიც გინდა იყოს, მაინც ყველანაირები გვიყვარს, ესე არის უფალიც. უფალს უყვარს ყველა ადამიანი. უფალი ყველაზე ზრუნავს. ყველას ხონება და ყველას გადარჩენა სწორია უფალს. და დავითს დაემართა, ეხლა რაც მოვაყოლე და რატო გადაუხვია, ეხლა ეს ამხელა გადახვია, რაზე იმას მენიო. დავითს დაემართა ესეთი რაღაცა. ჩავარდა უმძიმე სოდვაში, კაციც მოკლა, თანა ძალიან მზაკრულად. თვითონვე გაატანა თავისი სასიკვდილო განაჩენი, თავისი ხელი წაიღო ამ ადამიანს. აი ამ ბერსაბეს ქმარმა ურია ერქვა სახელად ურია კეტელი გააგზავნა ომში და გაატანა მის უფროსთან ანუ მხედართმთავართან რომელსაც უწერდა იმ წერილში რომ ისეთ ადგილზე გაუშვი სადაც უეჭველად მოკვდება და თან თავისი ხელით გაატანა ეს წერილი წარმოიდგინე რამხელა ცვიერება რამხელა მზაკრობა რამხელა დაცინვა და დამცირება ადამიანისა ეს არ არის მხოლოდ ახლა თქვა რომ აიღო ხმალი და თავი მოაჭრა თოფიესოვო ხო ეს კიდე ღირსეული სიკვდილია კაცურად მოკვდება ადამიანი ხა თუ ზურგში ერესული ხო და წარმოიდგინე საკუთარი სასიკვდილო განაჩენი გაატანა საკუთარი ხელი და იმდენად ენდობოდა და იმდენად დარწმუნებული იყო მის გულწრფელობაში რომ ის არ გადაამოწმებდა ამ წერილს წარმოგიდგენიათ მას ხომ შეეძლო გზაში გაეხსნა და ენახა რა ეწერა იმ წერილში და ის ხომ თავს არიდებდა მე იმას ხო ხომ მიხვდებოდა რომ მეფემ რისთვის გაიმეტა და თავს არიდებდა მაგრამ არ არიდა თავი და არ არიდა კი არა არც კი გავს და აზრადაც კი არ მოუვიდა რომ მეფის გამოტანებულ წერილში ჩაეხედა და გაეხსნა რა ეწერა იქ აი ესე საშინლად მოკლა და თან რატო გააკეთა ეს უყურეთ რომ თავი გაემართლებინა მე რომ მან ხომ ეს თავის ხელით არ ჩაიდინა თვითონ ხო არ მოკლა თვითონ არ აუღია ხმალი და თვითონ არ მოუჭრია თავი ხო ბრძოლაში მოკდა რა აი რაღაცა შინაგანი მზაკრული ის ქონდა რომ გაემართლებინა ამითი თავი რომ თითქოს ბრძოლაში მოკდა ის ადამიანი რა თავისი სინდისი რაღაცნაირად დაეწნარებინა და დაემშვიდებინა რა მოხდა თვითონ არაფერი და ის რომ მოკდა სტაცა ხელი ამისოლს და მოიყვანა ცოლად მე რა აი წარმოიდგინე რაღაცა უსაშინლესის აქციელი ჩაიდინა რაც კი შეიძლება როდესმე ადამიანმა ჩაიდინოს და რაც მთავარია ვერ ხვდებოდა მე ამას აი ვერაფრით ვერ ხვდებოდა რა ჩაიდინა რამთხელა სიმძიმის დანაშაული ჩაიდინა აგრძელებდა ცხოვრებას ბედნიერად მანამ სანამ არ მივიდა მასთან ნათანი ბრძენი იმ დროის რომელიც ასევე ღვთისაგან სულიწმიდისაგან ალძრული მივიდა მასთან და უთხრა იგავი მოუყვა და იცით თქვენ ეს ყველაფერი ხა ძალიან გამიგრძელდა მაგრამ საინტერესოა და ამ ისტორიას პერიოდულად შეგახსენებთ ხოლმე იმიტომ რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანის ცხოვრებისათვის ჩვენი თავი უნდა დავინახოთ ამ ყველაფერში რა ერთხელ მე მგონი ლექციაზეც მაქვს მონაყოლი ეს შეიძლება არაერთხელაც და მივიდა და არაკი მოუყვა ესეთი რომ ერთ ადამიანს 100 ცხვარი ყავდაო და მოჯამაგირი ყავდაო ერთიო რომელსაც ერთი ცხვარი ყავდაო შვილივით ნაზარდიოდა სტუმარი რომ მოუვიდაო თუ სტუმრები მოუვიდანო იმ დიდარ კაცო ამას წაართვაო ის ერთი ცხვარიო და დაკლა და იმითი გაუმასმიზლდაო თავის სტუმრებსო და რისი ღირსიაო ოღონდ ამას უყვებოდა ისე
რეალურად, როგორც არაკი, ისე კი არ მოუყვა თითქოს რეალობა იყო ეს რა, თითქოს რაღაცა ისტორიას უყვებოდა თანამედროვეს რა. და დავითი გაანრისხდა, სასტრაფოდ მომიყვანეთო, ჩემი ხელით უნდა მოვკლავ. ვინ არისო ეგ ნაძირალო? და მე უთხრა ნათანმა, რომ შენ ახარო ეგა. შენ გააკეთე ეგ საშინელება. ადამიანი მოკალიო და მისი ცოლი წაართვი და მოიყვანეთ ცოლად უკანონოდ. მაგრამ ხედავთ როგორ გააправა ეს ყველაფერი? ეხლა ოფიციალური აი მოქმედი ქმარიო ყოლოდა და ისე წაერთვა მისთვის ცოლი, ეს არ აწყობდა, იმიტომ რომ ეგ ძალიან ძიმე ცოლად ჩაეთვლებოდა. და ხალხიც განიკითხავდა, ანუ უყურე, ეს მაგმა საიდან მოუვარა, რომ ცოდვაში ჩააგდო. რომ ესე იგი იმდენად უნდა და იმდენად წყუროდა მას ის ცოდვა, აი ეს ქალი მასთან ურთიერთობა, მასთან ურშობა, რომ აი ამ ხელა რაღაცა მზაკრული გეგმა მოაფიქრებინა, რომ ეხა მოქმედი ცოცხალი ქმარი სანამ ყავდა, მანამდე ეხა მასთან ვერ ურთიერთებდა, იმიტომ რომ განკითხვის საგანი გახდება, ეხა ქრივი როა, ეხა ნუ რა მოხდა, ეხა ქრივი იყო და მოიყვანა ცოლად რა. მაგრამ დააქრივა. გაანგე. მოუკლა ქმარი. ამას მეტი არაფერი არ ქვია. და ესე საშინლად მოიქცა. ხო და ეს შეიძლება თითოეულ ჩვენთაგანს დაგვემართოს, ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ გეუბნები და ამიტომ ნურასოდეს, ნურავის ნუ განიკითხავთ, გეუბნებით ჩემი მწარე გამოსტილებით. დავით წინასწარმეტყველს რო შევეშვა. ჩემი მწარე გამოსტილებით გეუბნებით. თუ კი ვინმე ოდესმე რამეში განმიკითხია, ყველაფერი დამემართა. თუ საქმით, თუ ფიქრით. აი რას დამზოგა ღმერთმა და საქმით არ დამემართა, გულში დამემართა, ფიქრებში დამემართა და მიუხვდი და დამანახა ღმერთმა, რომ მე ზუსტად ისეთივე ჭუჭყი და ნაგავი ვარ, რასაც სხვას განვიკითხავდი. და მე თანაგზნობა გამიჩნდა უკვე იმ ადამიანის მიმართ, ხედავ? მე სინანული მოვიდა უკვე, ანუ ღმერთი რისთვის უშვებს, ხედავთ ამას, ამ დაცემას. უშვებს იმისათვის, რომ შენ გადარჩე და არ წარწმდე. დაგამდაბლოს, თანაგზნობა გასწავლოს, სინანული გასწავლოს. გასწავლოს ის, რომ ნებისმიერი შენი წარმატება, სულიერი იქნება თუ ფიზიკური იქნება, შენი დამსახურება კი არ არის, ღვთის მადლი და ღვთის სწავლობა. და არასოდეს შენს თავს არ უნდა მიაწერო ეს ყველაფერი. ამას გასწავლის უფალი. აი ესეთი უმძიმესი რამე დაემართა დავით წინასწარმეტყველს და ამის გამო, ზუსტად ამ ცოდვის გამო და ის მერე მთელი ცხოვრება ნანობდა ამას და სწორედ აი ამ ცოდვის შემდეგ დაიწერა 50 ფსალმუნი, რომელიც სინანულის სახელმძღვანელო აგერ 30 საუკუნის შემდეგაც. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-10 საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დავითი. 30 საუკუნის შემდეგაც სინანულის სახელმძღვანელოა, უცვლელი 50 ფსალმუნი. ნიმუშია სინანულისა დავით წინასწარმეტყველის თითოეული ჩვენთაგანისათვის. დავითი რა თქმა უნდა გადარჩა და მან დიდი სინანულით მოინანია ეს ყველაფერი და უდიდესი წინასწარმეტყველი და სასუფეველშია ნეტარებაში. ჩვენც ესე ვიქნებით უჭკვიანად მოიქცევით, მაგრამ ეხლა რაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, რომ აი ამ უმძიმესი ცოდვის გამო დავითი დაისაჯა და ღმერთმა წაართვა მას ეს პრივილეგია, რომ აეშენებინა მას ტაძარი და უთხრა შენს მაგივრად ამ ტაძარს ააშენებ შენი შვილი სოლომონი. და იერუსალიმის ტაძარში იყო ერთ-ერთ კედელზე, ისტორიულად არის შემორჩენილი, ესეთი ფრესკასავით, რომელზეც გამოსახული იყო, როგორ გადასცემდა დავითი მამა შვილ სოლომონს ეტრატებს, ნახაზებს, რომლის მიხედვითაც უნდა აეშენებინათ მერე ის ტაძარი და ესეც მოხდა. სოლომონმა დავითმა დაიწყო, ანუ მოზიდა ის მასალები და დაიწყო და მოიმარაგა და სოლომონმა შემდეგ უკვე ააშენა და დაასრულა ტაძარი. იმიტომაც ეწოდებოდა ამ ტაძარს სოლომონის ტაძარი. სოლომონის მიერ იქნა აშენებული. ხო და აი ამ ვრცელი ლირიული გადახოვის შემდეგ მოდი დავუბრუნდეთ ახლა ისევ სახარებას. სწორედ აი ამ ტაძარს აჩვენებენ ახლა მოწაფეები, უფალს მიუთითებენ, ანუ აღფრთოვანებულნი არიან აი ამ ტაძრის სილამაზით, იმ ქვათა წყობით, იმ ყველაფრით, არქიტექტურით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, უფალი გახდა თავად არქიტექტორი ამ ტაძრისა და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რა ლამაზი იქნებოდა და რა შვენიერი იქნებოდა. და აღფრთოვანებულები აი შეტრფიან ამ ტაძარს ეუბნებიან უფალს, რომ აი ნახე რა ლამაზია, ნახე რა კარგია. იესო უცებ ციფრწყალს გადაასხავს მას და ესეთ რამეს ეუბნება.
ხოლო იესო ქვამა და იმათ აქტუანება უცებ ჩაუქრო. იმიტომ რომ უფალს განზრახული აქვს რომ მათ სულ სხვა თემაზე ესაუბროს, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე იმ ტაძრით აქტუანება. იესო ქვამა არა ხედავთ ამას ყოველსა. ხო ხედავთ აი ამ სილამაზეს რასაც ხედავთ. ამინ გეტყვი თქვენ. ამინ გეტყვი ნიშნავს ჭეშმარიტად გეტყვი, ანუ დანამდვილებით გეუბნებით თქვენ. არა დაშთეს აკა ქვაი ქვასა ზედა რომელი არა დაიღოს. აი ხო ესე ძალიან მოგწონთო ეხა ეს სილამაზეა რა. ქვაზე აღარ დარჩება აი ამ ყველაფრიდან. ხა თქვენ ერთ წუთს წარმოიდგინეთ ეხა მოციქულებს ეხა მოწაფეებს რა დაემართებოდა თუცა რა. მაგათ რო გონიათ რომ ეხა ეს ტაძარი იდგება და იდგება, საუკუნეებს გაუძლებს. ქრისტეს მეორედ მოსვლასაც აღხვდება და ამ დროს უფალი ეუბნება რომ დაინგრევაო. ეს ყველაფერი მოციქულებმაც ნახეს, იმიტომ რომ 70 წელს მოხდა ეს. დავით არცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთის ხილთასა და თან ამისთი უცებ მოციქულები მიხვდნენ რომ უფალს სხვა თემა აქვს ახლა მათთან თვითონაც გადააწყვეს ეხა დავით სულიერი სამყარო და სხვანაირად განეწყნენ და სხვანაირად მოემართნენ უკვე ანუ უკვე ყურები დაცვიტეს რომ რაღაცა მნიშვნელოვანი აქვს უფალს ახლა მათთვის სათქმელი იმიტომაც დაიწყო ამითი რომ აი აქ ქვაზე არ დარჩება რასაც ახლა თქვენ უყურებთ დავით არცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთის ხილთასა ეს მათი ჩვევა იყო ხშირად გადიოდნენ ხოლმე უფალი თავის მოციქულებთან ერთად ზეთის ხილის მთაზე ეს მათი საყვარელი ადგილი იყო სხვაგვარად ელეონის მთა ქვია ეს სწორედ ის მთა გახლავთ რომლიდანაც შემდგომ უფალი ამაღლდებას ეცად და ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე უფალი ხან სრულიად მარტო ხან მოციქულებთან ერთად მთაზე ამიტომ ჩვენთვისაც სწავლება სულიერადაც და ფიზიკურადაც ანუ ფიზიკური განშორებაც აუცილებელია ხანდახან აი ამ ქალაქის ორომტრიალის და ხმაურის და ალიაკოთისა და სულიერადაც მთაზე ასვლა სულიერი განმარტოების სიმბოლოს გახლავთ. ანუ აი ესეც აუცილებელია რომ ადამიანი შენ სულში შენს გულში განმარტოვდე უფალთან. ეხლაც აი რაღაცა თავიანთი მყუდრო გარემო მოიწყვეს, წავიდნენ თავიანთ საყვარელ ადგილზე ზეთის ხილის მთაზე დაჯდა უფალი რომ დაჯდა ეხლა აღარ არის რა თქმა უნდა მოციქულების დასხდნენ, მაგრამ ჩვენ და ვიანგარიშოთ ეს ყველაფერი ხო და ვივარაუდოთ. რა თქმა უნდა ეხლა მოციქულები ჩამოუშვდნენ გარშემო, მოემზადნენ მოსასმენად და ეხლა უფალი იწყებს მათთვის საუბრს. დავით არცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთის ხილთასა, მოუხდეს მას მოწაფენი თვისაგან და ეტყობეს. მითხარ ჩვენ, ოდეს იყოს ესე და რა არის სასწაული იგი შენი სამის მოსვლისა და აღსასრული ამის სოფლისა. აი ნახეთ, გაუცნაურია. უფალმა უთხრა რომ ქვაზე არ დარჩებაო, მაგრამ მის განწყობაში, მის ტონში რატონითაც ეს სიტყვები თქვა, მის გამოხედვაში, სავარაუდოდ, მოციქულებმა წაიკითხეს ზუსტად ის, რომ უფალ სურს მათ ესაუბროს სამყაროს აღსასრულის ნიშნებზე. ამასთან დაკავშირებით და თვითონ მაშინ მიდიან შემოუსყუდებიან გარშემო და ეუბნებიან გითხარიო როდის იქნება ეს ყველაფერიო და რა ნიშნები იქნებაო საამისო რითიც ჩვენ მიხვდებით და დავიჯერებთ რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოახლოებულია თან ამასაც მიაქციეთ ყურადღება რა არის სასწაული იგი შენი სამის მოსვლისა შენი მოსვლისო შენი კვლავ დაბრუნების შენი მეორე დიდებით მოსვლის სასწაული რა არისო რატო გაქცევინებთ ყურადღებას იცით რომ შენი მოსვლისო უკვე მოწაფეები საკმაოდ გაძლიერებულნი არიან სულიერად ჩვენ უკვე 24 თალზე ვართ შეგახსენებთ ჩვენ უკვე ჯვარცმის წინა პერიოდს უახლოვდებით და ამ დროს უკვე მოწაფეები საკმაოდ გაზრდილები და გაძლიერებულები არიან და მათ იციან უკვე რომ იესო არის განკაცებული ძეღმრთისა და ამიტომაც პირდაპირ ესე მიმართავენ შენი სამის მოსვლისა მათ იციან რომ ღმერთს ესაუბრებიან ადამიანის სხეულში მყოფს ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ გაგამახვილებინეთ ყველაფერი
მიუხედავად ამისა, ესეთი მოცაფეები, ესეთი მოციქულები, რომლებიც აი ამ ისტორიასაც მოისმენენ, აი ამ ყველაფერსაც მაინც დაპყრობდებიან. და მაინც დაიფანტებიან. მაინც არ ჯერათ, რომ უფალი აღსდგება ყურეთი. ამაზე მე მოგვიანებით თავის დროზე როცა მივალთ ვისაუბრ. მიუგო იესო და თქვა მათ. ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცდუნდეს თქვენ. ხედავთ თავიდანვე რითი იწყებს უფალი? მე მინდა გითხრათ ახლა უპირველეს ყოვლისა ისაც ყველაზე მნიშვნელოვანია. უფლის სიტყვები არ მიემართება მხოლოდ მოციქულებს. უფლის სიტყვები არის მიმართული თითოეული ჩვენთაგანისა. იმიტომ რომ ღვთის სიტყვა არაერთხელ მithქვამს და გავიმეორებ დღესაც, ზედროულია. აღმატებულია ყოველგვარ დროით საზღვრებზე ღმერთის სიტყვა. თანაბრად აქტუალური და მნიშვნელოვანია უფლის მიერ ნათქვამი როგორც პირველი საუკუნის ადამიანებისთვის, ისე დღევანდელი ადამიანებისთვის და კიდევ რამდენი წელის თუ საუკუნეც იარსებებს ეს ქვეყანა, აი იმ ადამიანებისთვისაც ზუსტად ისევე თანაბრად აქტუალური იქნება, რაც არ უნდა განვითარდეს ეს ციფრული ტექნოლოგიები, რაც არ უნდა სულ, რა ვიცი, მარსზე და იუპიტერზე გაფრინდეს ადამიანი და იქ დაჯდეს და ცხოვრება დაიწყოს. უფლის სიტყვა თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალური იქნება ყოველთვის ყველა დროის ადამიანისთვის. რაც არ უნდა განვითარებული იყოს ტექნოლოგიურად კიდევ ერთხელ გეუბნებით, იმიტომ რომ შინაარსობრივად ადამიანის სტრუქტურა არ იცვლება არანაირად. როგორიც იყო, ისეთი არის და ისეთი დარჩება ბოლომდე, იმიტომ რომ ღმერთს ახალი თიხა არ მოუზელია და ახალი ადამიანი არ შეუქმნია. ამიტომ უფლის ეს სიტყვები არ მიემართება მხოლოდ მოციქულებს, ამიტომაც არის ჩვენთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი, რომ უფალი სწორედ მარადისობაში საუბრობს ახლა ამ ყველაფერს, რასაც ეუბნება, აი ეს თავი, მარადისობაში ნათქვამი თავია, პირდაპირ. 24 თავი, ეს ესქატოლოგიური, რომელიც არის მეორედ მოსვლის წინა პირობებს, წინა პერიოდს ეხება და უამრავი მნიშვნელოვანი რამ არის აქ ჩვენთვის. პირველი რითიც იწყებს, ნახეთ, ეკრძალენით ნიშნავს ზოგადად ხილად იყავით, ყურადღებით იყავით. ნუ ვინმე გაცდუნდეს თქვენ, არავინ შეგაცდინოსო. ესე იგი, არსებობს საფრთხე იმისა, ხო, რომ შეცდე, მოტყუდე. ეხლა ადამიანი ამბიციური, ადამიანი ამპარტავანია და ყოველთვის გონია, რომ შეიძლება ვიღაცა მოტყუდეს, მაგრამ თვითონ არ მოტყუდება. თვითონ ხო ვიღაცა არ არის, კაცო. და ვიღაცა შეიძლება მოტყუდეს. და თვითონ მე მის ამბიციაც აქვს, რომ მივიდეს და იმაში ყუა და არ იყოს, ვიცი რა, შენ ახლა შეგეშალა მოტყუდი. უფალი თითოეულ ჩვენთაგანს მოგმართავს, რომ თავი დავინდაბლოთ, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ყურადღებით ვიყოთ, რომ არავინ გვაცდუნოს ჩვენ, არავინ მოგვატყუოს ჩვენ. რამე თუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან ვითარმე მე ვარ ქრისტე და მრავალთა აცნუნებდნენ. აი, ხედავთ? ანუ აქ პირდაპირ აშკარად იგრძნობა უკვე, რომ ეს ჩვენთვის ნათქვამი სიტყვებია. მრავალი ადამიანი მოვაო ჩემი სახელითო და იტყვისო, რომ მე ვარ ქრისტეო და ეცდებიან თქვენს სტუნებასო და გადაბირებასო. მაგრამ თქვენ უნდა იჯერებთ ამასო. იმიტომ რომ ქრისტე ერთხელ მოვიდა მარტო, დამდაბლებული და მეორედ მოვა უკვე დიდედით. განსჯათ ყოვლისა სოფლისა. თავისი ზეციური დასით და ანგელოზებით და იმ დღის შემდეგ უკვე ახალი ცხოვრება დაიწყება მთელი სამყაროსათვის. მარადიული. სადაც უკვე აღარ სიკვდილი, აღარ ძალადობობა, აღარ ტკივილი, აღარ ღალატი, აღარ არანაირი ცოდვა აღარ იარსებებს. ეს იქნება მართალი ადამიანების საუფლო, ადამიანებისა, რომელმაც შეგნებული არჩევანი გააკეთეს, სიკეთის სასარგებლოდ, იბრძოლეს, თავიანთი ბრძოლით მოიპოვეს თავიანთი წილის სასუფეველი და ის სწორედ აი ამ ადამიანებით იქნება სავსე და დაკომპლექტებული, ეს იყო არ მომწონს, მაგრამ ნუ უხდება მაინც რაღაც შინაარსობრივად ცალთა სასუფეველი. იქ აღარ იარსებებს, აი იქ იქნება ის, რაც ყოველ ჩვენთაგანს გვენატრება და წყურია. იდეალური გარემო, იდეალური ურთიერთობები, სიყვარულის საუფლო, მზარდი სიხარული და მზარდი ნეტარებით. და იქ არავინ აღარ დაეცემა. მაგრამ რა კი ეს ვახსენე, ამაზეც გეტყვით, ესეც მithქვამს არაერთხელ, მაგრამ მინდა რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. აი,
დავუსვათ ჩემთვის ესეთი შეკითხვა. მევჯერ რომ მეორედ მოსვლის შემდეგ იარსებებს თუ არა ალბათობა კვლავ ადამიანის დაცემისა. აღარ იარსებებს. და აღარ იარსებებს ორი მიზეზის გამო. უпростоრად მე არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი შეკითხვა. განა ალბათობა აღარ იარსებებს. ალბათობა ყოველთვის იარსებებს. ალბათობამ რო აღარ იარსებობს, მაშინ გამოდის რომ ადამიანი უკვე რობოტი გამხდარა და მას თავისუფლება წაერთვა. ალბათობა ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ადამიანი აღარ დაეცემა, აღარასოდეს. იცით რატო? იმიტომ რომ ამას აქვს ორი მიზეზი. პირველი მიზეზი გახლავთ ის, რაც უკვე ვთქვი, რომ ეს იქნება იმ ადამიანების ერთობა, რომელთაც თავიანთი დიდი შრომი, დიდი ღვაწლი, სისხლის, ოფლის, შრომის, ტკივილების ფასად მოიპოვეს სასუფეველი და თავიანთი ნეტარი ცხოვრება, ანუ მათ იბრძოლეს და დაამარცხეს ცოდვა, მათ შეიძულეს ცოდვა, იმიტომაც გეუბნებით სულ, რომ ყველა ცოდვა შეიძულეთ მთელი არსები. სხვა საკითხია ის, რამდენად შეძლებთ რომ ბოლომდე მოერიოთ ამ ცოდვას. შეიძლება ვერ მოერიო ბოლომდე, მაგრამ უნდა გძულდეს ბოლომდე და მთელი არსები. როგორც ყველაზე საძაგელი და საზიზღარი რამ. მაგრამ როდის მოერევი, ეს უკვე ღმერთის გადასაწყვეტია. ან გაცლის კი იმდენი ხანი იცოცხლო ამ ქვეყანაზე, რომ ბოლომდე დათქმო და მოერიო. ეს არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თავარია რომ შენ დამოკიდებულება გქონდეს სწორი და მებრძოლი, შენ გძულდეს, გეზიზღებოდეს ცოდვა. თორემ, როგორც კი შენი სული სხეულს გაეყრება, როგორც კი საცდური აღარ იარსებებს შენთვის, საცდური მანამ არის, სანამ ჩვენ აქ ვართ. როგორც კი საცდური აღარ იარსებებს, როცა აღარც ხორცი გებძვის და ამ ხორცს მიაბარებ მიწას, აღარც ეს ქვეყანა გებძვის, აი ეს წუთი სოფელი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობ და რომელზეც უფალი ამბობს, რომ თავადი ამას სოფლისა სატანაო. აღარც ეშმაკი გებძვის, იმიტომ რომ აღარ აქვს უფლება გარდაცვალების შემდეგ, რომ მოვიდეს შენთან და გებძოლოს. აი, აღარ გებძვის ეს ყველაფერი და შენ რჩები შენი სურვილების ამარა, შენი მისწრაფებების ამარა, იმის ამარა, შენ რაც გწყუროდა, შენ რაც გინდოდა, შენ რაც გენატრებოდა და რჩები უფალთან. და საკმარისია შენ ერთი ცოდვა მაინც გიყვარდეს და ისე წახვიდე ამ ქვეყნიდან, ის ცოდვა აღარ მოგცემ შენ საშუალებას, რომ ის ნეტარება განიცადა უფალთან ყოფობისა, იმიტომ რომ შენ ღმერთთან ერთად ვეღარ თანაიარსებებ. აღმოაჩენ რომ ღმერთში არანაირი ცოდვა არ არის და შენ კიდე ის ცოდვა გიყვარს, რომელიღაცა თუნდაც ერთი. რომ ვერ მოიძულე და ის გახდება შენი ტანჯვის მიზეზი. ის გახდება შენი სინდისის ქენჯნის მიზეზი. ამიტომაც არის რომ ყველა ცოდვა ერთნაირად უნდა გძულდეს და გვეზიზღებოდეს. და აი ესეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ რომ არ ვცდუნდეთ. თუკი ჩვენ ვიქნებით სწორად მომართულნი ხო და იმას გეუბნეოდით. პირველი მიზეზი, რის გამოც ადამიანი სასუფეველში აღარ დაეცემა, ეს არის რომ ის შეგნებულად აღარ დათმობს იმას, რაც თავისი სისხლის ფასად მოიპოვა და მეორე მიზეზი, რომელზეც წმინდა მამები საუბრობენ, გახლავთ ის, რომ იქ აღარ იქნება მობეზრების გრძნობა, იმიტომ რომ აი დაუსვათ ხოლმე ჩემთვისაც ეს შეკითხვა რა და მე ჭკვიანი ადამიანისაგან მოვისმენე პასუხი რა, რომ აი ხომ შეიძლება რომ რაც არ უნდა ნეტარ, რაც არ უნდა ტკბილ, რაც არ უნდა კალ მდგომარეობაში იყო, მოგბეზრდეს რა ჩვენი დღეს და აღარ გინდოდეს ის. არა. არ მოგბეზრდება და რატომ იცით? იმიტომ რომ ეს მდგომარეობა არ იქნება სტატიური, ეს მდგომარეობა იქნება მზარდი, მარადიულად. რატომ? იმიტომ რომ უფალი დაუსრულებელია, უფალი მარადიულია, უფლისადმი მიმსგავსების და მიახლების პროცესი დაუსრულებელია ჩემო ძვირფასები. ამიტომაც არასოდეს აღარ მოგბეზდება ადამიანს ის მდგომარეობა პირიქით. რას რო გავა უფრო მეცსა და მეც სიხარულში და მეცსა და მეტ ნეტარებაში იქნება. და როგორ შეიძლება ის დათმოს მე რეგულესმე, ხო? მით უმეტეს, როდესაც თავისი ოფლი და თავის შრომით ექნება მოპოვებული. და ეცოდინება რაზე თქვა უარი. ეხლა მაშინ უნდა გაგიჟდეს, ხო, რომ ისე იმას დაუბრუნდეს. თავის მტერი უნდა იყოს და ამიტომ ეს ამას აღარ გააკეთებს. ხო და იმას გეუბნეოდით, რომ მრავალი მოვა და იტყვისო, რომ მე ვარ ქრისტეო. და ეცდებიან, რომ ბევრი ადამიანი აცდუნონო.
და გითხარით რომ ჩვენს მიმართ არის მეთქი მომართული, იმიტომ რომ ხა ქრისტეს პერიოდში ხა ბევრი ნამდვილად არ მოვიდოდა და არ იტყოდა რომ მე ვარ ქრისტე. ანუ ეს მარადისობაში ნათქვამი სიტყვა თითოეულ ჩვენთაგანს მოგვემართება. იმ ადამიანებს, რომლებიც ქრისტეს შემდეგ ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე და კიდე იცხოვრებენ ვიღაცები ხო ჩვენ შემდეგაც. აი თითოეული მათგანისადმი არის მიმართული ეს რომ ხილად იყავი, არავინ მე მახსოვს რამოდენიმე წლის წინ იყო ერთი 10-15 წლის წინ იყო რა რუსეთში იყო ერთი ადამიანი რომელიც ამბობდა რომ მე ქრისტე ვარო. ტელევიზიითაც აჩვენებდნენ რაღაცა ჟურნალში თქონდა ნანახი მისი ფოტო. ამერიკაშიც იყო ერთი ესეთი ადამიანი რომელიც ამბობდა რომ მე ვარ ქრისტე და მოვედი აქ ამ ქვეყანაზე. აი ეს მე რაც ვიცი და უცებ რაც გამახსენდა თორე დაარწმუნებულია რომ კიდე ბევრი იქნებოდა ესეთი. და აქ არ არის კიდე საუბარი მაინც და მაინც იმაზე რომ ადამიანმა თქვას რომ მე ვარ ქრისტე. უშუალოდ იესო ქრისტე. ანუ ადამიანი რომ მოვა და თავის თავზე რაღაცა მესიანისტურ იდეას აიღებს რომ აი მე კაცობრიობა უნდა გადავარჩინო, თუნდაც არ დაირქვას მას იესო ქრისტე, ზუსტად ეს ამბიცია აქვს. აი ესეთ ადამიანებზე გვაფრთხილებს უფალი. ესეთი იქნება სწორედ ანტიქრისტე. და გახსოვთ, უფალი დანანებით ამბობს სევდიანად რომ მეო ჩემი მამის სახელით მოვედიო და არ მიმიღეთო. და ის მოვაო მერეო თავის სახელითო და იმას მიიღებთო. ანტიქრისტეს გულისხმობს ზუსტად. და იმას მიიღებს ხალხი, იმას მიიღებს საზოგადოება. და არა თუ მიიღებენ, არამედ ღმერთად ხსნელად აღიარებენ. მესიად აღიარებენ. და უფალი გვაფრთხილებს რომ ყურადღებით იყავით, ისე იცხოვრეთო სწორადო, რომ ვერავინ ვერ გაცნუნო თქვენ და ვერავინ ვერ მოგერიოთ. და როგორ უნდა იცხოვროს ესე ადამიანი? ქრისტეს ცნებები, სწორი ეკლესიური ცხოვრებით, ხომ ასეა? და გესმოდიან ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შეძრწუნდებით. რამე თუ ჯერ არს ესე ყოველი ყოფათ, არამედ არღარს აღსასრული. ანუ ძალიან ბევრ ბრძოლის ამბავს გაიგებთო. ომების ამბავს გაიგებთო. მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთო, ეს მხოლოდ დასაწყისიაო დასასრულისო. ანუ ჯერ არ არისო აღსასრული. რამე თუ აღსდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა. ნათესავი ჩვენი გაგებით ნათესავს ანიშნავს. ნათესავი ნათესავსა ზედა ნიშნავს ერი ერს დაუპირისპირდებაო. ანუ ერთი ნათესაობის ხალხი, ანუ ერთი ეროვნების ხალხი მეორე ეროვნების ხალხს დაუპირისპირდებაო. და მეუფებასა ზედა, ანუ სახელმწიფოს დაუპირისპირდებაო. და იყვნენ სიხმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილ-ადგილად. ანუ მიწისძვრები იქნებაო, ხალხის ხოცვა იქნებაო, შიმშილობები იქნებაო. გადავალოთ თვალი ხო უახლოეს წარსულს. ეხლა შეიძლება თქვენ მითხრათ რომ ყოველთვის იყო ომები, ყოველთვის იყო შიმშილობები, მაგრამ აქ არის ლაპარაკი რაღაცა კონცენტრირებულ მომენტზე უკვე რა, როდესაც უკვე ეს ყველაფერი ძალიან აქტიურ სახეს მიიღებს. დღეს ფაქტიურად შეიძლება ითქვას უკვე მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს, ოღონდ ესე დაგსახსულად რა. ადგილ-ადგილ. ამას არ აქვს ისეთი თქვა გლობალური მასშტაბი, როგორც თქვა იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, ხო? მაგრამ ადგილ-ადგილ სულ ყველგან ბრძოლებია და გაიხედეთ და გამოიხედეთ რა ხდება. ქრისტიანობის გულისათვის 21 საუკუნეში ხალხს ხოცავენ, თავებს აჭრიან, ბავშვებს ხოცავენ, კაცო, ბავშვებს. აგერ სირიაში რა ხდება, ნახეთ. რწმენის გამო 21 საუკუნეში თავებს აჭრიან ადამიანებს. და ეს თუ მაინც თქვენ გგონიათ რაღაცა ისეთი რამ, რაც ახლა უფალი მეუთითებს, რაც ყოველთვის ხდებოდა და ყველა ეპოქაში და ყველა დროში იყო, აი ჩვენ მოგვიანებით თუ ნახავთ შემდეგ კიდევ ერთ ნიშანს იტყვის უფალი, რაც უშუალოდ ჩვენს ეპოქას განსაზღვრავს და მოემართება. ესე ყოველი დასაბამი სალმობათა იარსო ამბობს უფალი. თუნდაც ის პერიოდიც იგულისხმება, იცით? მოდი ცოტა რომ განვაზოგადოთ.
ანუ აი ის თავიდანვე როდესაც იყო ეს ომები, ეს ბრძოლები და ეს ყველაფერი, ის პერიოდიც იგულისხმება, იმიტომ რომ ღვთის წინაშე ხო ეს ერთი პატარა მონაკვეთია. ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლიდან, ქრისტეს პირველი მოსვლიდან მეორედ მოსვლამდე. ეს ჩვენთვის არის ესე საუკუნეებად და რაღაცა პერიოდებად და ჩვენ გვეჩვენება ეს ძალიან დიდ პერიოდად, თორე ხა ღვთის წინაშე ეს ხო ერთი წამია და ერთი პატარა მონაკვეთია. ამიტომ ერთიანობაში გულისხმობს ამას უფალი, თუმცა რა თქმა უნდა, არის რაღაცა კულმინაციური პერიოდი, როდესაც უკვე უშუალოდ ახლოვდება ეს დრო, რომელზეც ჩვენ ძალიან მხიზლად უნდა ვიყოთ და ყურადღებით. ეს ისეთი აქტუალურია დღეს, როგორც არასდროს ჩემო ძვირფასებო და ამიტომ მინდა რომ ყურადღებით მოისმინოთ ეს ყველაფერი. მით უმეტეს რომ ეს არ არის ის თემა, რომელსაც ჩვენ ეკლესიაში ხშირად ვეხებით. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არც ვეხებით და ვცდილობთ, რომ ყოველთვის გავამახვილოთ ყურადღება მოძღვრები იმაზე, თუ ჩვენ დღეს რა გვჭირდება, რა არის დღევანდელი ჩვენი სულიერი საზრდო და საკეთებელი, ანუ იმდენად ელემენტარულზე ვართ ჯერ ჩვენ, ანუ ელემენტარულად ის ვერ გაგვიაზრებია და ვერ გაგვიგია, რომ ერთი დღე ღვთისა უნდა იყოს ჩვენ ცხოვრებაში, ის დღეც რაღაცა ორ ნაწილად არის გაყოფილი. ძალიან თქო, ნუსაუბრობთ რა. და აი ეს ვერ გაგვიაზრებია, რომ ჩვენთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა სულიერი საზრდო მივიღოთ, რომ შაბათს საღამოს 2 საათი გამოვძებნოთ ღვთისთვის და ჩვენი სულისათვის და კვირადილას 2 საათი. აი ეს ვერ გაგვიაზრებია ჯერ. და ამიტომაც არის რომ ხა ჩვენი საუბრები და ჩვენი ქადაგებები ეკლესიაში ყოველთვის მიმართულია ხოლმე იმაზე, რომ აი რაღაცა ელემენტარულზე ვისაუბროთ, რომ სახარება უნდა წაიკითხოს ადამიანმა, ეკლესიაში უნდა იაროს, აღსარებელი უნდა იყოს, თავის ცოდვებზე უნდა ფიქრობდეს და ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ კიდევაც, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ წუთს და ყოველ წამს უნდა ველოდეთ უფლის მეორედ მოსვლას და იცით ჩვენთვის უფლის მეორედ მოსვლა როდის იწყება? როდესაც გარდაუცვლებით. გარდაცვალებასთან ერთად თავდება უკვე წდება ადამიანისთვის ის რაღაცა დროის სივრცე და ესე იგი დროიდან ვარდება უკვე ადამიანი გადაცვა არადისობაში და წდება მისი არჩევანი დამდგარია უკვე. აი როგორიც გარდაიცვლება და გადავა არადისობაში, ისეთი შეხვდება უფლის მეორედ მოსვლას. და ამიტომაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე აქტუალური, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ის არის, რომ ჩვენ ყოველდღიურად ფიქრობდეთ ჩვენს სულიერ გაწმენდაზე, ჩვენს ცხოვრების წესზე, რომ ეს ჩვენი ცხოვრების წესი იყოს ღვთისთვის სათნო, მისაღები და ჩვენი სულისთვის მაცხოვნებელი. რომ სასუფეველის მიღმა არ აღმოჩნდეთ და გარეთ არ აღმოჩნდეთ, ხო? ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაი არსო ამბობს უფალი. ანუ ეს ყველაფერიო მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისიაო, ჯერ ტკივილებისო, სალმობა ძველ ქართულად ტკივილია. თან მინდა რომ აი პარალელურად, ეხლა მე განგებ ვკითხულობ ძველი ქართული ტექსტი. შემიძლია რომ თანამედროვე ტექსტი დავიდო და ის ვიკითხო, მაგრამ განგებ ვკითხულობ ძველი ქართული ტექსტი ჯერ ერთი, იმიტომ რომ ეს არის მადლიანი ენა და ღვთისმსულიერი ენა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და მეორე იმიტომ რომ მინდა რომ თქვენი ყურით მიეჩვიოს ძველ ქართულ ენას, რომ არ იყოს თქვენთვის რაღაცა და აი ამიტომაც არის რომ პერიოდულად თვითონ სიტყვის განმარტებასაც გეუბნებით ხოლმე რომ სხვა დროს ყურს რომ მოკრავთ ან მე დავითნის მიერ წაკითხულს ან სახარებაში ან თქვენ თუ რომ წაიკითხავთ ხო რომ იცოდეთ უკვე რომ ეს სიტყვა რას ნიშნავს რომ არ გაგიკვირდეთ. ეს ყველაფერიო ტკივილების ანუ სალმობათა დასაწყისია მხოლოდ უფალი ამბობს, რაც აქამდე ჩამოთვალა. მაშინ მიგწნენ თქვენ ჭირსა და მოგწყვიდნენ თქვენ და იყვნენ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათვის. ხედავთ რეებს ამოს უფალო. მოგიძულებენო თქვენო და დაგხოცავენო თქვენო. წარმართებიო, ანუ ვინ? ადამიანები, რომელთაც უფალი ვერ მიიღეს, როგორც მხსნელი. და ვინ ვერ ღებულობს უფალს როგორც მხსნელს? ის ვინც ამპარტავანია. ის ვინც ქედმაღალია. თორე თამდაბლობა არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ გეტყვით, არის ის კარი, რომელიც მადლს უღებს კარს და აძლევს საშუალებას, რომ ადამიანში შევიდეს და დაიმკვიდროს. უფალმა თავისი მადლი. დამპარტავანი როგორც სარკე ისე ირეკლავს ღვთის მადლს და ღმერთს საერთოდ.
იმიტომ რომ ის თავის თავშია ჩაკეტილი და არავინ და არაფერი არ უნდა მას. და ეს ადამიანებიო თქვენო, დევნას გაგიწყებენო. თან ნახეთ რას ამბობს უფალი სახელისა ჩემისათვის, ჩემს გამო. აი თქვენ რომ ჩემი მიმდევრები იქნები და ქრისტიანები რომ გეწოდებათ, აი ამის გამო იქნებით დევნილები. ეხლა როგორი პერსპექტივაა რა, თან მოციქულებს ეუბნება პირდაპირ. არ არის მაინც და მაინც მომხიბვლელი, ხო რომ ეხლა ადამიანები დევნას დაუწყებენ, შევიწროებას დაუწყობენ, ცემას, დაჭერას, დახოცავენ. რას უწინასწარმეტყველებს, ნახეთ უფალი. იმას კი არ ეუბნება რომ თქვენ ყველაზე პრივილეგირებულები იქნები და ყველა ტაშს დაგიკრავთ და უამრავის გეყოლებათ, თაყვანის სემელი და არა. ხედავთ რას უწინასწარმეტყველებს, დევნილები იქნებითო და დაგხოცავენო ჩემი სახელის გამო, იმის გამო რომ ჩემი მოწაფეები გქვიათო. მოდი აბა დავაყენოთ ეხლა ჩვენი თავი მოციქულების ადგილზე. ჯერ ის როგორი მოსასმენია, როცა უფალი გეუბნება, შენი საყვარელი უფალიო ადამიანებია უნდა მომკლან და ჯვარზე უნდა გამაკრა. ჯერ ეს როგორი მოსასმენია, მერე კიდე ის, რომ შენც იგივეს რო გეტყვის, რა რომ შენც იმის გამო რომ ჩემი მიმდევარი ხარ, იგივე ხვედრი გელის. და მზათა ხარ ამისთვის, უფალი პირდაპირ ეუბნება, არ უმალავს არაფერს მათ. ამზადებს, ვიცოდეთ რომ დევნილნი იქნებით, შევიწროებულნი იქნებით ჩემი გულისათვის, ჩემს გამო. და მზათა ხარ თქვენ ყველაფერი ამისთვის? მზად ხარ? არის თქვენი სიყვარული იმ ზომის და იმ რანგის, რომ გადაიტანოს ყველა ეს დევნა, ეს დამცირება, ეს წამება, სიკვდილი, თქვენ მზად ხართ რომ მას ყველაფერს გაუძლო და გაუმკლავდეთ? და უყურე რას ამბობს? და მაშინ დაბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთად შინა განსემდნენ და ზულობდნენ ურთიერთად. აი როგორ სამარცხვინო რამეზე ამახვილებს ყურადღება ადამიანის, უფალი ადამიანის თვისებებზე. აი რომ იმის გამო რომ დევნა დაიწყებაო, ყველა თავის თავს გამოამჟღავნებს. იქ უკვე გამოჩნდება ვინ არის, ვინც სულ მოკლეა, დაბრკოლდება, ვინც ამ ხორციელს ჩაეჭიდება, ის ადვილად გახდება გამყიდველი, ადვილად გახდება გამცემი, დამსმენი. მოიძულებენ ადამიანები ერთმანეთსო. აი ნახეთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ უფალი ბრძანებს. არა მოვედ მოფენად მშვიდობისა, არამედ მოვედ მოფენად מחვილისაო. აუცნაურია ხო უფალი სიკეთის ღმერთი რას ამბობს, რომ מחვილის მოსაფენად მოვედიო. ომის გასაჩაღებლად მოვედიო. რომ მამა შულს დაუპირისპირდესო, დედამთილის ძალს დაუპირისპირდესო, მაგრამ ეს განა უფლის სურვილია. არა, უფლის სურვილია რომ სიკეთე და ჭეშმარიტება იქადაგოს, მაგრამ იმის გამო, რომ იცის უფალმა რომ ზოგი მიიღებს და ზოგი ვერ მიიღებს ამ ჭეშმარიტებას, ხო? მოხდება უკვე დაპირისპირებაო. ანუ ეს ბუნებრივი პროცესი იქნება, ბუნებრივად გადაირჩევა, ვინ არის ღვთისა და ვინ არის ბოროტისა, ამ წუთის ოფლისა. და აუცილებლად ის, ვინც ამ წუთის ოფლისა აღმოჩნდება, დაუპირისპირდება იმას, ვინც ღვთისაა. და არა პირიქით. კეთილი არასოდეს არ უპირისპირდება ბოროტს. ყოველთვის ბოროტი უპირისპირდება კეთილს და ებრძვის მას. აი, შედარება მინდა გავაკეთო, ჩვენ შემთხვევაში ყოფილა ესეთი რამე რა. მამაშალოსაც მოუყოლია ხოლმე და ალბათ გახსოვთ, აი. ყოფილა შემთხვევა, რომ სასულიერო პირებს უთქვამთ ჩვენთვის რა. და ესეთი აი ჩხუბივით დაუწყიათ ლამის რა. რომ რატო არ იღებთ ფულს? რატო არ თქვათ ადამიანებს ფულს იმაში რომ მიცვალებული დაასვენონ? როგორ შენ კარგი ხარ და მე ცუდი ვარ? ესე იგი, იმის მაგივრად რომ იქით მეუთხრა იმას რომ რატო იღებ ფულს იმაში რაც არ გეკუთვნის. უფალი პირდაპირ ბრძანებს რომ უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ გასცემდით. იქით ეკუთვნის საყვედური და აქეთ გადმოდის შეტევაზე რომ როგორ ეხა შენ გინდა რომ მე შენ ფონზე ცუდი გამოვჩნდე და მე ხალხი აღარ მყავდეს, შენთან აღარ მოვიდნენ, ულუკმაპურად მტოვებ, შედალოცულო იყავი შენც, თავდაბალი იყავი შენც, უანგარო და შენც ისეთივე იქნები და არა იმას ძულ ხარ შენ, იმის გამო რომ შენ ხარ პატიოსანი. ხედავთ შური რა არის და როგორი რამ არის და ამიტომ ყოველთვის ესე ხდება. ბოროტი უპირისპირდება ყოველთვის კეთილს.
და კეთილი რითი ძლევს სიყვარული, მიტევები, შენდობი, დათმობი, თავის გაწირვი, რაც უფალმა გააკეთა, რატნა უფალმა? ბრძოლა დაუწყო ბოროტებას? ბოროტებას საშუალება მისცა, რომ მოეკუდინებინათ უფალი. აი მაგალითი, როგორ უნდა ვიცეოდეთ ჩვენ. არა ბევრი გვაკლია ჩვენ. და მრავალნი ცრუ წინასწარმეტყველნი ასგენ და აცუნებდნენ მრავალს. ანუ ჯერ ხო თქვა, რომ ცრუ ქრისტეებზე იყო ჯერ ლაპარაკი, ხო? ეხლა უკვე გაამახვილა ყურადღება, ცრუ წინასწარმეტყველებიო. ცრუ წინასწარმეტყველები, ანუ განამხოლოდ ცრუ ქრისტეები იქნებიან. იმა თავიანთი ცრუ წინასწარმეტყველები ეყოლებათ კიდევ რა, რომლებიც ეცდებიან, რომ ისინი აცნუნო. და რომლებიც ეცდებიან, რომ შეუწყონ ხელი აი იმ ადამიანების განდიდებას და გაფეტიშებას, ვინც თავს მესიებად დასახავენ ამ ხალხისათვის. და აი ნახეთ, ეს არის უავერსად მნიშვნელოვანი მუხლი, მე-12 მუხლი. და განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთაი. აი ნახეთ, ამაზე მე ადრეც მithქვამს, უბრალოდ ეხლა უშუალოდ სახარებაზე მივედი და სახარების კონტექსტში განვიხილოთ ამას და მინდა რომ კიდევ ერთხელ თქვა. განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა. უყურეთ, უსჯულოების გამრავლება, უსჯულოების დაკანონება, რაც დღეს ძალიან სწრაფი ტემპით და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ხო? და ალბათ გახსენდებათ კონკრეტული მაგალითები, ხო? როგორ ხდება უსჯულოების, უკანონობის, უზნეობის, ამორალურობის, საზიზღრობის დაკანონება. აი ესო იწვევსო იმასო, რომ ადამიანთა გულებში სიყვარული ხმებაო და ქრებაო. ხედავთ რას ამბობს უფალი? და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ჩემო ძვირფასებო, აი ეს გახლავთ, აი ყველაზე სერიოზული მიზეზი, რასაც ყველაზე აი დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენ ადამიანებმა, რა, აი როდესაც მეორე მოსვლის წინა ნიშნებზე ვსაუბრობთ. რომ ხედავთ როგორ კლებულობს სიყვარული, ხედავთ როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს, აი დღესაც გუშინ იყო ჩამოსული ერთ-ერთი ჩემი სულიერი შვილი, ჩემი ყოფილი სტუდენტი გერმანიიდან, იქ სწავლობს. და წელიწად ნახევარია უკვე იქ არის და ჩამოვიდა და ნუ აი ვისაუბრეთ ჩვენ ახლა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ საათივით აწყობილი ქვეყანაა, აი მექანიზმებით აწყობილი ქვეყანაა რა, ყველაფერი თავის ადგილზეა იქ რა. წესრიგი არის იდეალური, იცოცხლე. მშვიდობა არის, წესრიგია. ყველას აქვს თავისი აუცილებელი მინიმუმი რა ჭირდება და იმდენიც აქვს, რომ კიდე რაღაცა ზოგავენ და რაღაცისთვის ინახავენ, მაგრამ სულ გამოცლილია ეს ყველაფერი ხალხი. და რო ძმასთან წავიდეს, ნებართვა უნდა აიღოს წინასწარ. თორე შეიძლება იცოდონ, კარები არ გაუღოს. რომ მე არ ვიცოდი, შენ რომ მოდიოდიო და დაუპატიჟებელი სტუმარი ხარ და წადი საიდანაც მოყვედიო. და ეს მათ არ უყვირთ. აი, თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რა საშინელება, სად არის ეს სიყვარული? და ზუსტად იმაზე ვისაუბრეთ რა, რომ იქო ეხა იქ რაღაცა საფრთხო ღირებულებებზე ველაპარაკებენ, ამ გოგოს რაღაცები აუხსენი უთხარი და რას მეუბნება, იცი რომ აი იქო მამო, აი ყველაფერი, აი ღირებულებებია, მე ვთხარი, აი ღირებულებები განსაზღვრავს ადამიანის რაობას მეთქი, რომ აი რა არის ადამიანისთვის თავარი და მეორე ხარისხოვანი. ხო და გახსოვდეს მეთქი, ეხლა ამას ვეუბნებოდი და შევაგონებდი, რომ ეხლა ისე მუხტავ ხოლმე, როცა ნაპულობ. შენი თავი უნდა დაიცვა მეთქი რა. და შენი ღირებულებები უნდა იყოს სწორად დალაგებული და თან გააზრებულად უნდა იცოდე, რატომ არის ეს ღირებულებები შენთვის მნიშვნელოვანი, რომ შეძლო, რომ შენი თავი შეინარჩუნო. და უმთავრესი ღირებულება მე ვთქვი, უფალი და მის დამსახურება, მისი მცნების აღსრულება, ღვთის სიყვარულია, პირდაპირ წერია, პირველივე მცნებაა ეს ჩვენი, ხო? მე ვარ უფალი ღმერთი, შენი და არა იყვნენ შენ და ღმერთნი უცხონი ჩემსაგარეში. ამით ყველაფერი ნათქვამია უკვე. ღმერთი გეუბნება, რომ ჩემზე უფრო მნიშვნელოვანი, ჩემზე უფრო მთავარი, შენ ცხოვრებაში ვერასოდეს ვერაფერი ვერ იქნება და ეს გაიაზრე. ისევ შენ სასიკეთოდ.
იმიტომ რომ მე შენი შემოქმედი ვარ, როგორ შეიძლება შემოქმედზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს შენთვის რამე? არსებაზე რომელსაც ამ ქვეყანას მოგავლინა თან უკვდავად, მარადიულად გონიერება მოგცა, სული გაჩუქა, სხეული გაჩუქა, ნიჭიერება მოგცა, სიცოცხლის უნარი გაჩუქა. მასზე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება ვინმე იყოს შენთვის? შენს შემოქმედზე, რომელმაც შენ არარსებობიდან არსებობაზე შემოგიყვანა და სიცოცხლე გაჩუქა? შეიძლება განა ვინმე და რამე არსებობდეს შენთვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი? და იმ პასუხისგებლობაზე მნიშვნელოვანი, რაც მის მიმართ უნდა გაგაჩნდეს. მაგრამ აი თითქოს ხომ 2-4-4-ია, მაგრამ აი ხედავთ ეშმაკბა როგორ მოახერხა, როგორ გადააგვარა და გადააფასა ეს პასეულობები და რას მეუბნება ეს გოგონა? იქო მამაო, მსგავსი რამე არ არსებობს. იქო ყველაზე მაღალი ღირებულება არის თვითონ პიროვნების კულტი. კარიერა უმაღლესი ღირებულება ევროპელების. და არა მხოლოდ ევროპელების. კარიერა ამისთვის ცხოვრობენ. და ამას ემსახურება ყველაფერი მაცხოვრებაში. დედას გაწირავს, მამას გაწირავს, დას გაწირავს, მას გაწირავს, ცოლს გაწირავს, ქმარს გაწირავს კარიერის გამო. თუმცა თავი მისი პირადი ცხოვრება, მისი კარიერა, გინდა ხალი, გინდა კაცი. ეხლა აღარ გავაგზავნებ საუბარს, ეხლა რაღაცა ის უმეკაჩება, რომ დავიწყო საუბარი ამ ფემინისტურ მოძრაობაზე და ამ თითქოს და ეს რაღაცა გენდერულ თანასწორობაზე, ეს ჩემთვის რაღაც ძალიან ისეთი დაუსრულებელი მტკივნეული თემაა, მაგრამ შეგნებულად თავს ავარიდებ ეხლა ამ თემას. მოგვიწევს კიდევ ბევრჯერ საუბარი, ეს არის იმხელა ტყუილი და იმხელა დარტყმა ეშმაკისაგან კაცობრიობაზე, რომ მეტი რომ არ იქნება რა. მეტი რომ არ იქნება, აი ესეთი დიდი ტყუილი არ უთქვამს ეშმაკს არასოდეს. რომ აი ქალი და კაცი თანასწორია. აი უდიდესი ტყუილია, რამაც აი ყველანაირი კატასტროფა გამოიწვია მე სამყაროში რა. ამაზე მე სხვა დროს ვისაუბრებ. და აი ნახეთ კიდევ ერთხელ ვიტყვი. უაღრესად მნიშვნელოვანი მუხლი, უაღრესად მნიშვნელოვანი ნიშანი მეორე მოსვლის წინ და ეს ნიშანი კიდევ უფრო გაძლიერდება. რომ განმრავლებით და უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა. სოდომი და გომორი გაიხსენა. რა ხდებოდა? იქ ვინმე უყვარდა? აბსოლუტურად გამომყენებლური და მომხმარებლური ურთიერთობები ქონდათ ერთმანეთის მიმართ. მეტი არაფერი. ვინ უყვარდა? ვისთან ეცხოვრა ფიზიკურად და თავისი ხორციელი ნება დაეკმაყოფილებინა, მხოლოდ ამაზე ფიქრობდნენ. აბსოლუტურად აღრეული იყო ყველანაირი ღირებულება, აღარ არსებობდა დედის სიწმინდე, შვილის სიწმინდე, დის, ძმის, აღარ ვლაპარაკობ ეხა იმაზე, ეხა ჩვენთვის სიწმინდეა რომ იქ რაღაცა ბიძაშვილი და მამიდაშვილი და მამიდაშვილის ვიღაცა და არა. თავი და ბოლომდე დაკანონებული იყო იქ ყველაფერი, ინცესტი, აი ნებისმიერი ურთიერთობა. და ლოცვს სტუმრები ეწვიან ანგელოზები, გამოგვიყვანე, ეგენი რაღაც ძალიან სიმპათიურები არიან და მაგათთან უნდა ვიცხოვროთ. და ლოთი მზად იყო რომ თავისი ქალიშვილები მიეცა, ქალიშვილები, რომლებსაც აი რაღაცა ისე სათბურში გაზარდა და ისე უფრთხილდებოდა რომ სიწმინდე გაზარი, იმდენად იცოდა რომ ვინ ყავდა მას სტუმრად, უფლის ანგელოზები რომ მათ შეურაცხყოფას ამჯობინა რომ აი ჩემ ქალიშვილებს მოგცემთო და მათთან იცხოვრეთ. და თქვენ გინდა მითხრათ ეხლა რომ იქ სიყვარული იყო რაიმე? და ვინმეს რამე საერთოდ სიყვარული ახსოვდა? რას ნიშნავს? და რა გრძნობაა რომ ეს თავგანწირვა და ეს რაღაცა სხვა რამე რო არის ეს სიყვარული. და აი ხედავთ რას ამოს უკან. უსჯულოების გამრავლება და დაკანონება იწვევს სიყვარულის გახმობას. და სიყვარულის გაქრობას და სიყვარული რა არის ხალხო? უფალია თავად. ესე იგი უფალი ქრება ადამიანებში. უფალი ცოტავდება ადამიანებში. აი ამ უსჯულოების გაქრობის გამო ესე არ არის? აი რამდენჯერ მიხსენები ამერიკელებს დიდის ნამბით უწერიან თურკინის ფულზე, თუ ქაღალდის ფულზე რომ ჩვენ ღმერთი წამსო. ისე რა უთხარი მაგათ რომ ღმერთის წამ. ანაირად წამთ ღმერთი. ეგრე ეშმაკს ასწავს ღმერთი. ეშმაკს რო წამთ ისე ჩვენ არ დაგვესიზმრება. იმიტომ რომ ის იცნობდა და იცნობს უფალს. და გადასარევად იცის ვინც არის. წამს. მაგრამ ეს წვენა შველის პას რამეში? აი ეს წამს. დღევანდელ ცივილიზებულ მსოფლიოს.
ღმერთი. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. ესეც უაღრესად მნიშვნელოვანი მუხლი და ამაზეც მინდა რომ ორი სიტყვა გითხრათ. რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. აი ჩვენი დროც ამოიწურა უბრალოდ ამ მუხლზე ვისაუბრებ და დავასრულებ. და დავიმახსოვროთ რომ მე-13 მუხლზე გავჩერდით. ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს მე, აი ცოლქმრის პრობლემები მინახავს, რომ აი ჩვენ ადამიანებს ყოველთვის გვახასიათებს რაღაცა ლიმიტირებული მოთმინების უნარი. ყოველთვის გვაქვს რაღაცა განსაზღვრული. აი ყოველთვის ფიქრობთ, რომ აი თქვათ, მოდი აი დიდი ხანია ვითმენ უკვე რა, რაღაცას, ვიღაცას, ცოლი ქვას, მარი ცოლს, ვიღაცას, მეგობარს, თანამშრომელს, ხო? უთმენს, ერთ ჩვენიერ დღეს მოთმინების ფიალა ევსება. ერთ ჩვენიერ დღეს გადაწყვეტს რომ მორჩა, მეტი აღარ უნდა მოუთმინოს. ძალიან მაინტერესებს, რატომ წყვეტს ამას. აი ვინ განუსაზღვრა მას, რომ აი ეხლა დამთავრდეს უნდა ზუსტად მისი მოთმინება. და ამის მეტი აღარ უნდა მოითმინოს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ცოლქმრის ურთიერთობაში. აი რატომ გვაქვს ჩვენ ესეთი ლიმიტირებული მოთმინების უნარი ადამიანებთან მიმართებაში? მე ბევრჯერ მithქვამს, უფალი ჩვენ მოგვიწოდებს რომ შეიყვარე მოყვასი, როგორც საკუთარი თავი გიყვარს. და რას ნიშნავს ეს? ჩვენ ლიმიტირებულად უთმენთ საკუთარ თავს? რაღაც მომენტში უთმენთ და რაღაც მომენტში არ უთმენთ? ჩვენ მთელი ცხოვრება არა ვართ მზად განა რომ ნებისმიერი ცოდვა ვაპატიო და მოუთმინოთ საკუთარ თავს. უდიდესი მოთმინებით ველოდებით ჩვენს გამოსწორებას. მთელი ცხოვრება ველოდებით, ღმერთი ხო გველოდება და გველოდება. ღმერთის მოთმინება თქვენ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ამოიწუროს ჩვენს მიმართ. აი ეს ხო ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. ჩვენი ცოლებიდან გამომდინარე. ეხლა ჯერ მარტო მე მოძღვარი გახლავართ და ბევრ მოძღვართან მისაუბრია და ჩვენ ხალხო რეალური სურათი ვიცით საზოგადოებისა, მოძღვრებმა. ჩვენ ვიცით ადამიანის გონებაში რა სიბინძურე ტრიალებს. და ეს ყველაფერი, ეხლა ჩვენ ვიცით ზღვაში წვეთი, ოკეანეში წვეთი. და ღმერთმა ეს ყველაფერი როგორ იცის? და თქვენ წარმოგიდგენიათ როგორია ღმერთის სიყვარული, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ჭუჭყი და სიბინძურე იცის ჩვენი, როგორ უყვარვარ. და ერთი წუთი წარმოიდგინეთ თქვენ ღმერთის მოთმინება რომ ამოიწუროს რა, ეხლა ღმერთმა რომ გადაწყვიტოს, რომ იცი რა, ეხლა ამდენი უთმინე რა ამ კაცობრიობასა, თან სრული უფლება აქვს, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ თვითონ სოდველია, თანაც შემოქმედია, მისი შექმნილები ვარ თითოეული ჩვენთაგანი და უცებ შეუძლია რომ დაამთავროს ყველაფერი რა. ბოლო-ბოლო იცით რა შეუულია ღმერთს, აი სულ გააქროს ყველაფერი და თავიდან შექმნას ყველაფერი. მაგრამ ღმერთი ამას არ აკეთებს ხალხო, იცით რატო? იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია. და სიყვარულის თვისება ბოლომდე მოთმენა. ოჯახების უმრავლესობა ინგრევა იმის გამო, რომ ადამიანებს ბოლომდე მოთმინების უნარი არ გააჩნიათ. არ შეუძლიათ ისე უყვარდეთ სხვა, აი პირდაპირ სიყვარული და მოთმინება ერთმანეთზე მიბმულია. აი რამდენადაც გიყვარს, იმდენად შეგიძლია რომ მოუთმინო. თუ შენ მოთმინება ამოგეწურა ადამიანთან მიმართებაში, ავტომატურად უნდა მიხვდე, რომ ესე იგი შენ სიყვარული გაგითავდა ამ ადამიანის მიმართ. ვეღარ გიყვარს, აღარ გიყვარს. თორე რო გიყვარდეს მოუთმენდი. კიდე მოითმენდი. ეხლა აქ არის, რა თქმა უნდა, რაღაცა კონკრეტული სიტუაციები, როდესაც თქვა მოთმინება არარეკომენდებულია. მაგალითად, როდესაც არის ზაალადობა, თქვა იგივე ოჯახში, როდესაც მამაკაცი პათოლოგიური ხასიათით გამოირჩევა, გინდა სიმთვრალეში, გინდა სიმხიზლეში და თქვა ამას სისტემატიური ხასიათი აქვს და თქვა ცემს და აი ფიზიკური თქვა მოკვდინების ალბათობა ემუქრება თქვა ცოლ სიტყვაზე. ხო, ნუ აი მე ერთ-ერთი მაგალითი მომყავს, თორე ეგეთ კიდე შეიძლება ბევრი მოვიყვანო, ხო? ანუ, როდესაც შენ ხედავ, რომ შენი მოთმინება უარეს აკეთებს ამ შემთხვევაში და დათურს სამსახურს უწევს მას, ესეთ შემთხვევაში უბრალოდ შენი სიყვარულის ფორმა იცვლება. გესმით? ანუ შენგანა სიყვარული გითავდება იმ ადამიანის მიმართ და განა აღარ გიყვარს და განა გული აღარ შეგტკივა მასზე და არ გინდა რომ თქვა
შეიცვალოს მან თავის ცხოვრებისთვის და გამოსწორდეს. არა. უბრალოდ ჩემ ფორმას სული შენი ურთიერთობისა. შეიძლება დასაჯო კიდევ, შეიძლება აგრძნობინო და მოაჩვენო მას, რომ თქვათ, აი მორჩა და მეტის მოთმენას აღარ აპირებ, მაგრამ შენ გულში ის გიყვარ. შენთვის ეს მეთოდია მხოლოდ მასთან ურთიერთობის ერთ-ერთი ახალი, რომ ის მეთოდი თქვათ დაყვავება და თბილი ურთიერთობა რო არ ჭრის, მოდი ახლა ესე ვიმოქმედებ და ღმერთიც ესე იქცევა. ჩვენთან მიმართებაში ესე არ არის? ხან ტკბილი სიტყვით გვეურთიერთება და ცდილობს რომ იმ სიტყვოთი გავიგოთ რამე, ხან კიდე პირიქით. ცოტას მოგვიჭერს, ცოტა დავსჯის, ვიღაცა მტერს გამოგვიგზავნის, ესე არ არის? ამიტომ ჩემო ძვირფასებო, გაითვალისწინეთ და გახსოვდეთ. სიყვარული 99% და კიდევ 99 მეასედი არის მოთმინება. თუ ჩვენ მოთმინება არ შეგვიძლია, ესე იგი ჩვენ სიყვარული არ შეგვიძლია. აი ხო გეუბნებით, პირდაპირ პროპორციული. ამიტომაც ბრძანებს უფალი. ეს სიტყვები მე ხშირად მომყავს ხოლმე ძალიან კერძო საუბრებში მორწმუნეებთან. როდესაც ვეუბნები ხოლმე ბოლომდე მოთმინება, აი მაგალითად ხშირია შემთხვევები, როდესაც დედებს არ ყოფნით მოთმინება შვილებთან მიმართებაში. ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევები. ერთ-ერთი ჩემი მრევლია. ნუ ეხა ბევრია ესეთი, მაგრამ ნუ ეხა ერთ-ერთი გამახსენდა ეხლა. დიდი შვილები წავს, პატარა შვილები წავს. ნუ ეხა დიდ შვილებთან მიმართებაში გასაგებია ეხა, ნუ ეხა ისინი დიდები არიან და იმათ ძალიანაც რომ მოინდომს ვერ მოერევა თქვა ფიზიკურად, ხო? ვიღაცა მოუშლის ნერვებს, იქ ნუ ხშირ შემთხვევაში ქმარი თქვა, რად ვიღაცა სამსახურში გააბრაზებს, ვიღაცა იქ, ვიღაცა იქ. მოდის და ცოფავს ამ საწყალ პატარა ბავშვებს, ანგელოზი უჩვილები ხავს, კაცო. და ერთხელ უთხარი გაგლახავ მეთქი რა. არ დავინახო მეთქი, ამ ბავშვს ხელი გააყამეთ რა. ანუ განა მარტო ყვირილი და ღრიალი და ამ სტრესებით ფიზიკურადაც სცემს. რა ვქნა მამა მოთმინება აღარ ყოფს. და ის სულ ეუბნები დავსაჯე უზიარებლობით. რომ მეთქი იცოდე მეთქი, აი არ გაზიარებ არასოდეს ცხოვრება შენ ბავშვს არ თავით. გასაგებია ხა მე მისი ბრძოლები კარგად მისმის, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია მე რო იგე დროს ვიყო ლოიალური. მე ვერ უყურებ იმას ბავშვი როგორ იტანჯება და ისტრესება. და ბავშვებს ზედამთვარე ამოსდით დედაზე. მით უმეტეს რო იქ რაღაცა ნაჩხუბრები არიან, დედა და მამა ცალკე არ ცხოვრობენ, ისედაც თავის სტრესი აქვს იმ ბავშვებს. და პლუს კიდე ეს დედა ვიღაცა გააბრაზებს, ამაზე იყიდს ჯავს. როგორ შეიძლება ჩემო კარო? არაფრით არ ეხა რატო ვამბობ ამას? კი არ განვიკითხავ, ერთმა დავიფაროს. უბრალოდ მაგალითად მომყავს თქვენთვის, რომ თქვენც რამებს გავსი არ გააკეთოთ არასოდეს ხალხო. არასოდეს არ ამხილობთ სხვაზე ჯავრი და მით უმეტეს პატარაზე და უმწეოზე, ვისთანაც გააგდით. არასოდეს არ გააკეთოთ ეს. განა მას თავისი შვილები არ უყვარს, მე მოდის და ყვდება ხოლმე და ძალიან განიცდის ამას ყველაფერს. და მიყვება, ეხა ხო შეუძლია მომატყუზე არ მითხრას, მაგრამ გულწრფელია და მიყვება, იმიტომ რომ მას უნდა თავის სულის გადარჩენა. და იმიტომაც მიყვება. სხვენია ხოლმე ვერ მოდის ხოლმე ჩემთან. ძალიან უყვარს, მაგრამ არ ყოფნის ხედავთ მოთმინება. და მე პირდაპირ ვეუბნები, რომ შენი შვილები არ გიყვარს მეთქი. თუ რო გიყვარდეს მოუთმენდი მეთქი. ესეა. ესეა ყველასთან მიმართებაში, არაფრით არ შეიძლება. კიდე გეუბნებით, ოჯახები ინგრევა ამის გამო. რომ ცოლს ქმრისთვის მოთმენა არ უნდა, ქმარს სოლისთვის მოთმენა არ უნდა. ანუ ჩათვალა, რომ აი მორჩა რა ამოვიდა ყელში, მე მეტის მოთმენას აღარ ვაპირებ. ო, რატო აღარ აპირებ? ვითო ვინახარ ეხლა შენ? ჯო ღმერთი თუ გითმეს 1000 უსჯულოებას და უმსგავსობას. შენ ვინ გამომიხვედი ხარ, რო არა, აი ხედავ ამ პარტავნება როგორ ყვირის ადამიანში? აღარ აპირებს თურმე მოთმენას. რატო აღარ აპირებ? შენ რო გითმენეთ კაია? მაგრამ არა, აი ზუსტად ამაშია საქმე, თავის თავი ადამიანს გონია ისეთი რა, საზომი და მეტრი. რომ მას არ სჭირდება. თვითონ კაცო, მე რამდენი ცოლი მინახავს. ქალებს ხშირად ემართებათ ხოლმე ეს უფრო მეტად რა, რომ აი სხერპლის როლს მოიგებენ ხოლმე გადასაღებად და აი მე შეგეწირეთ თქვენ და აი თქვენი გულისათვის ცხოვრობ
მთელი ცხოვრება, თქვენ დაუნახავებო, თქვენ უმადურებო, მოკლედ მარშრუტს მიმართავენ და მთელი ამბები მოკლედ რა. და ყავ დასტრესილი მთელი მარშრუტი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯოჯოხეთში აცხოვრებენ. ერთადერთი რამის გამო თუ საკუთარი თავი ეცოდება და საკუთარი თავი ხორციელად ეცოდება, თორე ნეტა სულიერად ეცოდებოდეთ საკუთარი თავი. და ამ ხორციელი შეცოდების გამო მე ეს აგრესია ვიღაცას ხონდა, ანუ მიზეზი მათი დაჩაგრულობისა და ბედკრულობისა ეშმაკმა რომ მოატყუათ რომ თურმე ესეთი საწყლები და ესეთი დაჩაგრულები არიან, ვინ არის? ვიღაცა ხუჭირდება განტევების ვაცი და ეს განტევების ვაცი ყოველთვის ოჯახის წევრი. ქმარი, შვილი, ეს ასე შემდეგ ასე. ვინც მოხვდება თუცებ რა? და ტყდება მას ეს ჯოხი. ასე რომ გახსოვდეთ ჩემო ძვირფასებო, უფალი გვეუბნება ჩვენ ამ სიტყვებს, ეს არ არის ჩემი სიტყვები. უაღრესად მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც გულის ფიცარზე და აი აქ შუბლზე უნდა გვეწეროს ყოველ ჩვენთაგანს. რომელმან დაითებინოს სრულიად, იგი ცხოვრდეს. ანუ ჩვენ ბოლომდე მოთმინებისაგან მოგვიწევდეს უფალი და კიდევ ერთხელ გეუბნები. ეს მოთმინება იგულისხმება ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. არ იგულისხმება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც არის საუბარი თქვათ რაღაცა მოუთმენელის მოთმენაზე. აი მაგალითად რა არის მოუთმენელი? როდესაც მაგალითად ხდება ღვთის გმობა. როდესაც ვიღაცა თქვათ შენთვის აი შენ სიწმინდეს შებილწავს და შეაგინებს დედას, ოჯახს, ვიღაც შემოგივარდება თქვათ რაღაცა უნდა. ესეთ შემთხვევაში მოთმენა არ ღირს. როცა სამშობლოს ეხა მტერი ესევა, იქ არ უნდა მოითმინო, უნდა წახვიდე და უნდა ხმლით დაუხვდე იმას. თოფით უნდა დაუხვდე. ანუ არის რაღაც თემები, სადაც შენ მოთმინება პირიქით სოდვად შეგერაცხება. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით. ზოგადად პიროვნული შეურაცხყოფა, პიროვნული რაღაცა დამცირება, პიროვნული აი ტკივილი, ეს ყოველთვის ჩვენს გასაზრდელად უნდა მივიღოთ და ყოველთვის უნდა შეგვიძლიათ ამის მოთმენა, უნდა ვიცოდეთ რომ ღმერთი იმაზე დიდ და იმაზე მძიმე ტვირთს არ გვაკისრებს კისერზე, ვიდრე შეგვიძლია ჩვენ ამის დათმენა და დატევა, რომ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ საკურნებლად და ჩვენს საცხონებლად ხდება ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში. დღეს გავჩერდეთ ამაზე, შემდეგ სამშაბათს ვბრძანდებით და გავაგზავნებთ უკვე საუბარს მე-14 მუხლიდან.